ტრამპმა ირანის რეჟიმი პანიკაში ჩააგდო, მას შემდეგ რაც მიანიშნა, რომ მოსტაბა ხამენეი შესაძლოა ირანში არც კი იყოს. სწორედ მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთში ომი კიდევ უფრო დაძაბულ ფაზაში შევიდა. ამ სამშაბათს 2026 წლის 9 ივნისს ეს განცხადება ბომბივით ჩამოვარდა და ამან გზა გაუხსნა კითხვას, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს თეირანს. მართავს თუ არა მოსტაბა ირანს საკუთარი ქვეყნის შიგნიდან, თუ პუტინის რუსეთშია დაცული? ეჭვი გაძლიერდა, რადგან წინა რეპორტაჟები უკვე მიუთითებდნენ, რომ ის მოსკოვში რუსული სამხედრო თვითმფრინავით სავარაუდოდ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც დაიჭრა იმ თავდასხმებში, რომლებმაც მისი მამა იმსხვერპლა. ამასობაში ტრამპმა კრიზისის მეორე მხარესაც დააჭირა. მოითხოვა მაღალგამდიდრებული ურანის გადაცემა და გააგრძელა ზეწოლა ბირთვული ნულისთვის. ჰეზბოლამ თავდასხმა განახორციელა, ისრაელმა ბეირუთში უპასუხა, ირანმა რაკეტები გაუშვა, რევოლუციური გვარდია პასუხის გაფართოებით დაიმუქრა და შიდა პროტესტები კვლავ დაიწყო, რაც რეჟიმის შიშს აჩვენებს. რა იცის ტრამპმა მოიტაბაზე? რატომ არ აჩვენებს თეირანი ლიდერს აშკარად? როგორ გახდა პუტინი ამ ზეწოლის ცენტრალური ფიგურა? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. კრიზისი სხვა დონეზე გადავიდა, როცა ტრამპმა მოსტაბა ხამენეიზე გააზრებული ტონით ისაუბაუბრა. მან თქვა, რომ ირანის ლიდერი ცოცხალია, საკმაოდ მძიმედ დაშავებულია და ჯერ კიდევ მონაწილეობს საუბარში, მაგრამ უარი თქვა დაედასტურებინა, არის თუ არა ის ირანში. ნებისმიერი დახურული რეჟიმისთვის ასეთი ეჭვი უკვე პრობლემაა. ირანის რეჟიმისთვის, რომელიც უმაღლესი ლიდერის ძალის იმიჯზეა დამოკიდებული, ეს პოლიტიკურ დარტყმად იქცევა. თუ უმაღლესი ხელმძღვანელი სუსტად, დამალულად ან მოსკოვზე დამოკიდებულად გამოჩნდება, წინააღმდეგობის ნარატივი თავად მოსახლეობის თვალში ძალას კარგავს. ყველაზე მბრძნობიარე საკითხი ისაა, რომ ეჭვი არსაიდან არ გაჩენილა. მარტში გავრცელებულმა რეპორტაჟებმა მიუთითეს, რომ მოუსტაბა საიდუმლოდ წაიყვანეს მოსკოვში 28 თებერვლის თავდასხმების შემდეგ, როდესაც ალი ხამენეი გარდაიცვალა და მისი შვილი დაიჭრა. საერთაშორისო მედია საშუალებებში გამოქვეყნებული ვერსია ციტირებდა ქუვეითულ გაზეთ ალ-ჯარიდას და ამბობდა, რომ მას რუსეთში ოპერაცია ჩაუტარდა. კრემლმა ინფორმაცია არ დაადასტურა. მაგრამ ტრამპის უარმა ეთქვა, სად არის მოსტაბა, ყველაფერი თავიდან გააცოცხლა ეხლა, როცა თეირანი ცდილობს გაყიდოს კონტროლი, დისციპლინა და ერთიანობა. ტრამპის განცხადება პოლიტიკურიც იყო და სტრატეგიულიც. მას არ დასჭირდა ეთქვა, რომ მოსტაბა რუსეთშია. საკმარისი იყო დაეტოვებინა და ეჭვი ჰაერში. ირანის რეჟიმი ახლა იძულებულია დაამტკიცოს, რომ მისი ლიდერი რეალურად მართავს და არა უბრალოდ ხელსაწერს გზავნილებს, ახორციელებს ზარებს ან ჩდება კონტროლირებადი განცხადებებით. ირანელი საზოგადოებისთვის ამას მნიშვნელობა აქვს. თვეების განმავლობაში მიმდინარე ომის, ეკონომიკური კრიზისის, ინტერნეტის გათიშვისა და პროტესტების შემდეგ ნებისმიერი სისუსტის ნიშანი უმაღლეს დონეზე ხდება შიდა კითხვის ნიშნების საწვავი. მოსტაბაც მოლაპარაკებების საგნად იქცა. ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი ლიდერი უფრო რაციონალურია ვიდრე მამამისი, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ რაციონალურობა არ ცვლის შეერთებული შტატების მთავარ მოთხოვნას. რეჟიმს არ ექნება ბირთვული იარაღი, არ აწარმოებს, არ იყიდის, არ შეიძენს და არც სხვა ქვეყნისგან მიიღებს. სწორედ აქ მკაცრდება მოლაპარაკება. თეირანი მზად არის განაცხადოს, რომ არაპირებს ბირთვული ბომბის შექმნას, მაგრამ ტრამპს სურს შეთანხმებაში სრული ბლოკის ჩასმა, რათა არ დარჩეს არც ერთი ხვრელი. არანაირი ხვრელი შესაძენად, არანაირი ხვრელი გადაცემისთვის, არანაირი ხვრელი მოკავშირეებისგან საჩუქრად მისაღებად. ეს მოთხოვნა ხსნის, რატომაც შეთანხმება ჯერ კიდევ არ გაფორმებულა. მოლაპარაკება თითქოს დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ტრამპს სურს თითოეული სიტყვა ზუსტად იყოს გაწერილი ხელმოწერამდე. სწორედ ეს დეტალი შეაფერხა საუბარი. ირანის დაპირება, რომ არ განავითარებს იარაღს, საკმარისი არ არის. თეთრი სახლი ცდილობს ნებისმიერი ირიბი გზა დაბლოკოს. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ტრამპი ამბობს, რომ აზრი არ აქვს ქარხნის დახურვას, თუ რეჟიმს შეუძლია მზა პროდუქტის შეძენა სხვა წყაროდან. ეს არის პუნქტი, რომელიც ირანის მანევრს ანგრევს. სხვა საკითხია მაღალგამდიდრებული ურანი. ტრამპმა ამ მასალას ბირთვული მტვერი უწოდა და მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამ მარაგის ამოღებას ან განადგურებას მოითხოვს. თუ შეთანხმება იქნება, პროცესი კოორდინაციით და სროლის გარეშე ჩატარდება. თუ შეთანხმება არ იქნება, ტრამპმა გააფრთხილა, რომ სამხედრო ვარიანტი კვლავ განიხილება. თეირანისთვის გზავნილი მკაცრია, ბირთვული მასალა რეჟიმის კონტროლქვეშ აღარ დარჩება, ან მოლაპარაკებით გადასცემენ, ან ამერიკული ზეწოლის ძალით დაკარგავენ.
მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ ისრაელის პოზიციებზე თავდასხმა განახორციელა და ისრაელმა ლიბანში დაბომბვით უპასუხა, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ესკალაციამ საფრთხე შეუქმნა მოლაპარაკებებს, რომლებიც მიმდინარეობდა. ამის შემდეგ ტრამპმა ისრაელსა და ირანს სთხოვა შეწყვიტონ სროლა და ცეცხლის შეწყვეტის გზას დაუბრუნდნენ. ეს უკან დახევა არ ყოფილა, ეს იყო ზიანის კონტროლი. მისთვის ამ მომენტში ყველაზე ეფექტური ზეწოლა არ არის ის, რომ ყველას მისცე რეგიონის ცეცხლში გახვევის საშუალება, არამედ ირანის რეჟიმის ალყაში მოქცევა, მანამ სანამ ისინი პირობებს არ დათანხმდებიან. ისრაელი არ დარჩენილა უქმად. ბენიამინ ნეთანიახუს მთავრობამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეაჩერებს თავდასხმებს ირანზე. მაგრამ ნათლად განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს მოქმედებებს ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში. ეს არის სენსიტიური საკითხი. ისრაელი ჰეზბოლას პირდაპირ მუქარად აღიქვამს ჩრდილოეთში. ირანი იყენებს მოკავშირე ჯგუფებს ზეწოლისთვის ისე, რომ ყოველთვის არ იღებს სრულ პასუხისგებლობას. და ტრამპი ცდილობს, რომ ეს პროქსიომი არ გააფუჭოს მთავარ მოლაპარაკებას, ბირთვულ მოლაპარაკებებს თეირანთან. რევოლუციურმა გვარდიამ პასუხად ძალის დემონსტრირებას სცადა. ჯგუფმა გააფრთხილა, რომ ისრაელის ახალი თავდასხმები ირანში ან ლიბანში შეიძლება უფრო მკაცრი პასუხით დასრულდეს. მაგრამ ასეთი ტიპის მუქარა თეირანისთვის ყველაზე ცუდ დროს ჩნდება. რეჟიმი მუქარის ტონით საუბრობს, მაგრამ მისი უმაღლესი ლიდერი დაშავებულად ითვლება. მისი ადგილსამყოფელი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისი ეკონომიკა ბლოკადის გამო იტანჯება და მისი ბირთვული პროგრამა ამერიკული მოთხოვნების პირდაპირი სამიზნე გახდა. მუქარა რეალურია. მაგრამ მანევრის შესაძლებლობა შემცირდა. გაეროც ჩაერთო პროცესში და მოითხოვა მტრულობის შეწყვეტა, რათა რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნას დაცული. გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გამო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეტევები ლიბანს, ირანსა და ისრაელს შეეხო. ეკონომიკური ზეწოლა, პროტესტები და ინტერნეტის გათიშვები აჩვენებს, რომ რეჟიმს საკუთარი მოსახლეობის ეშინია. როდესაც მთავრობას კომუნიკაციის შეზღუდვა, გამოსახულებების კონტროლი და ლიდერის სისუსტეების დამალვა სჭირდება, ის მხოლოდ გარემტრებს არ ებრძვის. ის ცდილობს შიდა უკმაყოფილება ახალ ტალღად არ გადაიქცეს ხელისუფლების წინააღმდეგ. მოისეს მოჩთაბას მიმართ ეჭვები პუტინის რუსეთის პირობებში ამ დაძაბულობას კიდევ უფრო ანძაფრებს. თუ უზენაესი ლიდერი რუსულ დაცვაზეა დამოკიდებული, ირანის დამოუკიდებლობის იმიჯი ზარალდება. თეირანი ყოველთვის ხიდდა იდეას, რომ დასავლეთს ფეხზე მდგომი უპირისპირდება. ძალაუფლების რეჟიმებში ხელმძღვანელობაზე ეჭვი ხშირად ისეთივე სახიფათოა, როგორც სამხედრო მარცხი, ომარცხი. მოლაპარაკებები გრძელდება, რადგან ირანის რეჟიმს ჯერ კიდევ სჭირდება გამოსავალი. ბლოკადა მძიმე დაწვება, ახალი თავდასხმების რისკი კვლავ არსებობს და ბირთვული პროგრამა ზეწოლის ცენტრად იქცა. დონალდ ტრამპს სურს ზავის შეთანხმება აქციოს, მაგრამ რეალური შეზღუდვებით. არანაირი ლამაზი ფრაზა, რომელსაც თეირანი ხელს მოაწერს და შემდეგ გვერდს აულის. არანაირი სენსიტიური ურანის რეჟიმის კონტროლქვეშ დატოვება. არანაირი ბომბის მიღების უფლება, არც შეძენით, არც საჩუქრით და არც მოკავშირეების გავლით. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია სიმართლით. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.